აი ამ მოახლოებული ტურისტული სეზონის დადგომასთან ერთად ჩვენ გვინდა გავააქტიუროთ საუბარი იმაზე, თუ როგორ ემზადება ჩვენი ქვეყანა ვიზიტორების მისაღებად, როგორია მოლოდინები, რომელი მიმართულებები იქნება განსაკუთრებით აქტუალური და რა სიახლეებს შესთავაზებს საქართველოს ადგილობრივ შემოსავლობენ თუ სხვა ტურისტებს. ამ ყველაფერზე დღეს ვისაუბრებთ ჩვენ სტუმართან ერთად. გვერდება საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე. მივესალმებით მას ჩვენ სტუდიაში. დილამშვიდობის მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს. და მოდი ჩვენ მზაობა შევეხოთ, რადგანაც აი ჩვენ თვითონაც ყოველ დილას რომ ვაცხადებთ ამ მინის პროგნოზს, ვფიქრობთ რომ რაღაცნაირად ძალიან გადავადდა ეს აფხულის მოახლოება და თქვენ როგორი მზაობა გაქვთ? ჩვენც მგონია რომ ცოტა გვეთამაშება. მინდა აი გუშინ მაგალითად მეგონა რომ მოვიდა. უკვე ესეთი შეგრძნება იყო, მაგრამ აი დღეს ისევ მოღრუბლულია, თუმცა ხავერდოვან სეზონს მე მგონი უფრო გაახარჯლივებს ეგ. ხო, იმედია, თუმცა ივნისში ვფიქრობ რომ უკვე რა თქმა უნდა დაცხება და შესაბამისად ნამდვილი ზაფხულის სეზონი, როდესაც უნდა დადგეს, აუცილებლად დადგება. როგორც ჩვევია ხო ჩვენ ქვეყანას პირდაპირ შუა გადასვლის გარეშე ზამთრიდან უცბად სარაფნებით და ხელი გაბებით მოგევლინებით. როგორც ჩვევია. და გახშირებული სტუმრიანობით, ხო? იმედი მაქვს ძალიან დიდი, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან კარგი საპროგნოზო მანიშნებლები გქონდა და პირველ კვარტალში მიუხედავად იმისა, რომ სოფლიოში მიმდინარე მოვლენები რაც არის ომია და მით უმეტეს ახლო აღმოსავლეთი ჩვენთვის ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარია, მიუხედავად იმისა, პირველი კვარტალი მაინც პლუსში გქონდა, მათ შორის ახლო აღმოსავლეთიდანაც +8% გქონდა ზრდა, რაც იმას ნიშნავს, რომ წლის განმავლობაში დინამიკა, ზრდის დინამიკა, რაც ბოლო წლებში კოვიდის შემდეგ მუდმივად ესეთი ზრდის დინამიკაც გვახასიათებს როგორც პირველი კვარტალი რა პერიოდია? პირველი 3 წლის? ანუ იანვრიდან ვიცით. ხო, ჩვენ ხო კვარტალურად ვიდით ვიზიტორების ოდენობას და შესაბამისად სტატისტიკა ასეთ ზარდია. მიუხედავად ამ მოცემულობის რომელშიც ვიმყოფებით. პრიორიტეტები თუ გამოიკვეთა რამე ტურიზმის მიმართულებით 2026-ში? პრიორიტეტებს ჩვენ თუ ვისაუბრებთ იმაზე, თუ ჩვენ რა პრიორიტეტები გვაქვს, როგორ ვხვდებით ჩვენი პროდუქტების პრიორიტეტიზაციაზე თუ საუბრობთ, თუ რა არის ის, რასაც ვთავაზობთ ჩვენს დამსვენებელს, საერთაშორისო მოგზაურს. იცით როგორ არის, ჩვენ 4 სეზონური ქვეყანა ვართ, 4 სეზონზე შეიძლება საქართველოში დაისვენო. თუმცა რა თქმა უნდა, წლის განმავლობაში ყველაზე ისეთი უხვად დასასვენებელი პერიოდი ყველასთვის ადამიანები, როდესაც ხანგრძლივ შეგუებებში დადიან. არ დადეგების პერიოდს ერთქმევა, რა თქმა უნდა, მაინც ზაფხული არის. ამიტომ ზაფხული, ასე ვთქვათ, ყველაზე მეტად მსუყია ტურისტული სექტორისთვის, ბიზნესისთვის და ზოგადად ქვეყნისთვისაც ამ მიმართულებით. მიუხედავად იმისა, როგორც აღვნიშნე, რომ ჩვენთან 4-ვე სეზონზე შეიძლება რაღაც აკეთო და ეს რაღაც არც თუ ისე ცოტაა ჩამონათვალის თვალსაზრისით, მაინც თქვენ რო შეხედოთ უცხოელი მოგზაურების ხარჯვის იდენტიფიკატორს და ინტერესების პირველ ადგილზე არის კულტურაში შედის ყველაფერი, ღირსშესანიშნაობები, გასტრონომია, ღვინო. გასტრონომიაც მან შევიყვანეთ, მე მეგონა რომ რაღაც ზოგადად კულტურულ ცხოვრებას ცალკე რა თქმა უნდა შეიძლება ღვინო და გასტრონომია გამოიტანო, მაგრამ მაინც ქვეყნის კულტურული ცხოვრების ნაწილი არის ეს და იდენტობის. მე რა თქმა უნდა მოდრის სათავგადასავლო ტურიზმი, კულტურის შემდეგ არის ყველაზე მსხვილი, ჩვენი ქვეყნის 65% მთა არის და შესაბამისად ის აქტივობები არის ზაფხულში ძალიან აქტიური, რა თქმა უნდა, დაცული ტერიტორიები, მღვიმეები, ასე ვთქვათ, ბუნების ძეგლები, რასაც ვეძახით და მე უკვე მოდის გართობა. მოდის ეგრეთ წოდებული lifestyle, ესე ვთქვი, რომელშიც შედის რაღაცა იგივე ქალაქური ცხოვრება, სხვადასხვა ტიპის აქტივობები. და ის დიდი ღონისძიებები, რომელსაც მას პრინციპობს ხოლმე ჩვენი. ეხა ძალიან მალე ძალიან დიდი კონცერტის, ასე ვთქვათ, მსოფლიოს ეპიცენტრში აღმოჩნდება საქართველოს. ზოგადად გვანებიურებს ხოლმე სარინ ჯორჯია მსგავსი ღონისძიებებით და ამიტომ ვფიქრობთ, რომ ეს წელიც არ იქნება გამორჩეული პირიქით. ჩვენ ახლა უკვე კადრშიც ჩანს სამცხე-ჯავახეთში მალე გემოფესტიც იქნება და ვფიქრობ, რომ ზაფხულის სეზონი მაინც წავიდეთ. არსად არ წამიყვანეთ. მე წაგიყვანე. გვინდა ძალიან გვინდა.
იცით რა მაინტერესებს? აი, ეხლა რაღაც თითქოს სულ იცვლება პრიორიტეტები დამსვენებლებისგან და ტურისტებისგან. აი, წელს ეს არის ძალიან პოპულარული და იქ მიაწყდება ხალხი. აი, რა იკვეთება ეხლა? ყველაზე მეტად, ესე ვთქვათ, რა რომელ რეგიონს თუ მიმდინარე? არა, ზოგადად, საერთოდ კოვიდის შემდეგ სამოგზაურო ხასიათი და ესთეტიკა ძალიან შეიცვალა. ეტყობა აი ამ ჩაკეტილობამ ადამიანებს ყველაზე მეტად რაც მოანატრათ არის ადამიანები, ადამიანური ურთიერთობები და ბუნებრივი ავთენტური გარემო. სწორედ აი აქ საქართველოს ნიშა ძალიან თვალსაჩინოა, იმიტომ რომ ჩვენ როგორც ერი, ჩვენი მახასიათებლებით ადამიანები, ხო, ზოგადად აქ მოგზაურობის დროს ადამიანებს განსაკუთრებით უყვართ. აქ მარტო სერვისებზე არ საუბრობ, ჩვენ რა თქმა უნდა, როდესაც ფულს ვიხდი, იქ სერვისი განვითარებული უნდა იყოს, მაგრამ ის დამატებითი განწყობა, რაც საქართველოში ადამიანებს ხვდებათ და მე მიაქვთ, ჩვენ აი ერთობლივად მიუხედავად იმისა, რომ ბაზრებზე, თქვათ, ახლო აღმოსავლეთზე, ჩინეთზე, ინდოეთზე, ევროპაზე, ამერიკაზე, ხო რა თქმა უნდა, განსხვავებული კომუნიკაცია და მარკეტინგული კამპანია გჭირდება, მაგრამ საერთო რაც ყველგან არის სტუმართმასპინძლობა. ის რაც ჩვენ ქვეყანაში არის განსაკუთრებული, ის რაც ჩვენი ქვეყნიდან როგორც მოგონება და თავგადასავალი ისე მიაქვთ და მე აზიარებენ, არის ჩვენი სტუმართმასპინძლობა და როდესაც საუბრობთ ტრენდებზე, აი მიუხედავად იმისა, რომ მაგალითად მთელი მსოფლიოს გაციფრულება მიდის, პირობითად ვიძახი, აი ტურიზმში ეს ადამიანური სახლში მისვლა სტუმრად და აი ეს რაღაცა პირადი ურთიერთობები და პირადად იმ გარემოს შეცნობა, სადაც მიდიხარ, უფრო მოდური და მოდურობა სვანეთში უფრო მიდიან. აი სახლური კულინარიას და არა თქვათ რაღაცა დიდი სარესტორნო. თუმცა ხო ეს ერთმანეთს არ გამარიცხავს, ის აუცილებლად უნდა გქონდეს, მაგრამ ახლა მაგალითად ჩვენ დავიწყეთ შარშან ერთი პროექტი, ორი სიტყვით ვიტყვი პროექტზე მზისკარი, რომელიც გულისხმობს ესეთი slow food-ის ეგრეთ წოდებული ნელა ვახშმობის კონცეფცია და ეს მასპინძლები არიან რეგიონებში, სახლებში. ანუ ოჯახები, რომლებსაც შეუძლიათ, რომ სახლში უმასპინძლონ სტუმარს, ჩვენ ეს ყველაფერი ერთობლივად გქნით, რა თქმა უნდა, კრიტერიუმები შემიმუშავებთ, იმ რეგიონის საჭმელი უნდა ჭამო აუცილებლად. პირობითად სამეგრელოში ვერ შეჭამ ჰაუსი, არ უნდა იყოს რესტორანი, არა, უბრალოდ სახლში ოჯახში შეუძლიათ ის მასპინძლები იყვნენ. და მზისკარი ქვია, ამასე ვთქვათ, ქსელს უკვე დაახლოებით 15 ყავს მთელ საქართველოში და მთელი ხიბლი ამის არის ის, რომ შენ რო პირობითად სამეგრელოში მოგზაურობ, რას ვერ შეჭამო? არ უნდა შეჭამო კახური. ვერა, მეგრულია, შენგენაც არ პრობლემა რა, იყო ცოტა გაქვს, რამე ცოტა გაქვს, დამატებდა. და ეს ინესტერ შერჩეული ოჯახებია, რა თქმა უნდა. არსებობს ეს ოჯახები, მზისკარი, ჩვენ მუშაობთ, მათთან ერთად დავხვეწეთ მენიუ, კრიტერიუმები, იქ იყო რაღაცა გარკვეული სტანდარტები, რომ მაგალითად სამზარეულო საპირფარეშო საოჯახო საცხოვრისის არ უნდა იყოს, ცალკე უნდა ქონდეს, რადგან სტუმარს ხედავ. პირობებს გულისხმობ. კი, და მთლიანობაში მთელი ეს თავგადასავალი ემსახურება იმას, რომ როდესაც შენ უცხოელი ხარ და ქართველიც რო ხარ, რა მნიშვნელობა აქვს მიდიხარ რეგიონში სამოგზაუროდ, დიდ რესტორანში კი არ ჭარა, მაგრამ შეგიძლია რომ მიხვიდე და გაიცნო ოჯახი, სადაც ნახავ იმ რეგიონში როგორი ადათია, როგორ ცხოვრობენ. სწორად ხდება, ის სწორად აღიქვა მე რა რაღაცა გარკვეული, რომ რამდენიმე აუცილებლად უნდა იყოს სახლში მოყვანილი, სახლში გაკეთებული, მაგალითად სულგუნი ოჯახის დიასახლისთვის უნდა იყოს და ეს რაღაცები რაც რეალურად ერთგვარი ასევე თანამედროვე ტრენდია მსოფლიოში, რომ ეს ავთენტური გარემოს ხელშესახები გახდეს ტურისტისთვის. რა კარგი რა. და ალბათ მე სხვა კითხვას ვერ მოვასწრებთ, საინტერესოა დავშოთ პოპულარიზაციის კუთხით, რომ ჩვენზე გააკეთონ არჩევანი, ხო? როგორ ხდება, ესე ვთქვათ, სოფლიოში ჩვენი პოპულარიზაცია, რა ნიშნებია, რითიც ვიზიტავთ და გამოყოფთ და უშუალოდ იხმობთ ტურისტებს და თან ამას რა ხერხებით აკეთებთ და რომელ ქვეყნებზე უფრო მეტი აქცენტი? ჩვენი სამიზნე ბაზრები, ესე დავიწყოთ, ესე გეოგრაფიულად რა გავშალოთ რეგიონებზე, ჩვენი სტრატეგიული სამიზნე ბაზარი არის ევროკავშირის ქვეყნები და დიდი ბრიტანეთი, მერე მოდის ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები, UAE, ეგრეთ წოდებული და ისრაელი, ჩინეთი, ინდოეთი, ამერიკის შეერთებული შტატები.
ამერიკის შეერთებული შტატების გარდა ეს არის ქვეყნები, სადაც პირველი ფილტრი არის პირდაპირი ფრენა. ყველგან სადაც ჩვენ გვაქვს პირდაპირი ფრენა, იქ ვაკეთებთ კამპანიებს. ჩვენ ფულს არ ვხარჯავთ და არ ვაკეთებთ კამპანიებს სამეზობლოში, იმიტომ რომ მიგვაჩნია, რომ ცნობადობა ძალიან დიდი. ხა მაგალითად პირველ კვარტალში პირველ ადგილზე იყო თურქეთი. თურქეთი, რუსეთი ძირითადად ყოველთვის ცვლის ადგილებს, იმიტომ რომ ხმელეთით გადასვლა ყველა ბევრად უფრო ადვილია და დიდ ნაკადს ატარებს, ვიდრე საჰაერო, ასე ვთქვათ, გაზაფხულს. ამიტომ ეს მარტო ჩვენთან არ არის მთელ მსოფლიოში მეზობლები ყველაზე აქტიურად გადმოდიან. ეს პირდაპირი ფრენის ხო, ეს არის შესაძლებლო. ხო, არის ამერიკიდან როდის გვექნება პირდაპირი ფრენა, უფრო მარტივად მოვიზინო. ჩემი სამიზნე ყოფილი. ჯერ ჩვენი, ხო, აი ეს კამპანიები, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ინტეგრირებული, რაც რას ნიშნავს? ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ ქვეყნის ცნობადობისთვის, ეს არის გარე რეკლამა, სატელევიზიო გადაცემები, სიუჟეტები, პოდკასტები, რეპუტაბელურ მედიებში, ვთქვათ, სტატიები და ასე შემდეგ და მეორე კომპონენტია ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ ბიზნესის ხელშეწყობისთვის. ეს არის B2B შეხვედრები, გამოფენები, roadshow-ები, იმისთვის, რომ ბიზნესმა დაამყაროს კონტაქტები და მე ერთობლივად ბევრად მეტი მოგზაური ჩამოვიდეს საქართველოში. ერთ საათს ვიტყვი, რადგან ცოტა დრო გვაქვს, ITB ჩინეთი არის ჩვენი შემდეგი გამოფენა, რომელიც 26-28 მაისს გაიმართება შანხაიში, ჩინეთში, სადაც საქართველო არის პარტნიორის სტატუსით. ჩინეთი ჩვენი ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარია და შესაბამისად ეს ღონისძიება შესაძლებლობას მოგცემს როგორც ქვეყანას და კერძო სექტორს იმისთვის, რომ ერთის მხრივ ცნობადობა გაიზარდოს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, მით უფრო რომ 15 ივლისიდან ახალი ფრენა დაემატა თბილისი, შანხაი, თბილისის მიმართულებით და ვფიქრობთ, რომ ეს დამატებითი, ასე ვთქვათ, ხელშეწყობა იქნება იმისთვის, რომ ბევრად მეტი ჩინელი მოგზაური ჩამოვიდეს საქართველოში და ჩინელი მოგზაურები, სასურველი მოგზაურები არიან მთელი მსოფლიოსთვის, იმიტომ რომ ხანგრძლივად ახასიათებთ მათ მოგზაურობა და საკმაოდ მაღალმხარჯვულუნარიანები არიან. კი, თან საკმაოდ შორიდან მოდიან, ამიტომ უნდა იყვნენ დიდხანს. კი, ეს არის ერთ-ერთი განმაპირობებელი. მადლობა. ძალიან დიდი მადლობა სტუმრებისთვის. წარმატებული სეზონი ჩვენ ყველას ერთად.